დავე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და შეკითხვა, ვინ ჩაანაცვლებს მოქმედ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 30 სექტემბერი ეს არის თარიღი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, მათ შორის თავმჯდომარეს მოსამართლეობის ვადა ოფიციალურად ეწურება. არაოფიციალურად უკვე ვრცელდება კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დასახელდნენ. პარალელურად ზეწოლაზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორია პოლიტიკური შეფასებები და რას პასუხობენ ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილს. თამარ ციკლაური საუბრობს პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. ბოლო 2 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ 2 განცხადება გაავრცელა. პირველი განცხადება გიორგი პაპუაშვილის სახელით გავრცელდა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. მეორე განცხადება კი უკვე პასუხი იყო ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის საპასუხო განცხადებაზე, როდესაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეგრეთ წოდებული უგულავასა და კაბელების საქმეებზე სხდომა ერთპიროვნულად დანიშნა. სწორედ ამ განცხადებას მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტრგანცხადება ირაკლი კობახიძის მისამართით. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაუგებარია საიდან შეიძლება ცოდნოდა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს როგორ ჩაინიშნა რომელიმე საქმეზე სხდომა. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არ ჩაერიოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ კითხვის ნიშნები გიორგი პაპუაშვილის მისამართით არსებობს. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. სამწუხაროდ ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება წავიდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების გზით და მან დაიწყო და მოიპოვა გავლენები, როგორც საერთო სასამართლოებზე, ეხლა ცდილობს მოიპოვოს გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. და ეს დაუშვებელია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის. საკონსტიტუციო სასამართლოზე დღეს არის ძალიან დიდი ზეწოლა. ეს სასამართლო გამოირჩეოდა თავის დამოუკიდებლობით და მიუკერძებლობით წინა ხელისუფლების პირობებშიც და ახლაც, მაგრამ ესეთი ტიპის ზეწოლა უპრეცედენტო არის, ამას აღიარებენ თვითონ მოსამართლეებიც და თავმჯდომარეს აქვს ბევრჯერ ამაზე განცხადება გაკეთებული. ისტერიკაშია გიორგი პაპუაშვილი, სხვა სიტყვას ვერ მოძებნი, რომ უკვე აღარ იცის რა მოიტყუოს იმის მაგალითად, რომ აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტულად გავრცელებული ინფორმაციას პასუხი გასცეს, თვითონ სვავს შეკითხვებს მაშინ, როდესაც სახეზეა შემდეგი რამ. არ გარჩეულა საკითხი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა საუბრობს. ანუ იყო თუ არა манипуляციები, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურად წოდებულ საქმეების განხილვას ამზადებდა პაპუაშვილი და მისი გუნდი. ყველაფერი დევს ხელის გულზე. კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე გადასტომა ჩაიდინა თავის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, როდესაც უნდა მოეწვია სხდომა, უბრალოდ მოწვეული იყო სხდომა და ხელოვნურად ჩაშალა და ამის შემდეგ უკვე ნაცვლად იმისა, რომ პლენუმს განიხილა სხდომის ჩანიშვნის, ანუ არსებითი განხილვის ჩანიშვნის საკითხი, ეს გააკეთა პაპუაშვილმა ერთპიროვნულად, ეს იყო ძალიან უხეში დარღვევა პროცედურების და სამწუხაროა, რომ ასეთი რამ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ზუსტად ერთ თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს და მოსამართლეებს კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაშვილსა და ოთარ სიჭინავეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ახალი მოსამართლეების დასახელება დანიშნა პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს პლენუმსა და საქართველოს პარლამენტს 1 სექტემბრიდან შეუძლიათ მედიაში უკვე ვრცელდება სახელები და გვარები, ვინ შესაძლოა 4 მოქმედი მოსამართლე ჩაანაცვლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის შესაძლო კანდიდატებად უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე სახელდებოდნენ, თუმცა ამ თემაზე კონსულტაციებს არც ერთი მათგანი არ ადასტურებს. არც კონსულტაციები, არც შემოთავაზება არ ყოფილა, პარლამენტის, პრეზიდენტის და სასამართლოს მხრიდან, რომ ნებისმიერი იურისტისთვის ნამდვილად დებატებია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა. არავინ საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით მე საუბარი არ მქონია. არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და საერთოდ ეს თემა მე მესმის მედიის. ჩემთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი განხილვა არ ყოფილა და
მე ამის შესახებ არ ვარ ინფორმირებული. ნებისმიერი პირისთვის ამ თანამდებობის დაკავება უნებრივია იქნება ძალიან დიდი პატივი და ასევე უყურებ მე უნებრივია ამ საკითხს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში პოლიტიკაში გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. 4-დან 2 მოსამართლე პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ერთს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს. ერთი კი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობით უნდა დაინიშნოს. კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ერთ კანდიდატურაზე შესაძლოა შეთანხმება ვერ შეძლოს და მიიჩნევენ, რომ 4 მოსამართლიდან ერთი ახალი მოწვევის პარლამენტის ასარჩევი გახდება. თუმცა კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ პროცესი მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევაში ხელს არ შეუშლის. ახალი რეგულაცია, რომელიც შევა 1 ოქტომბრიდან, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს, ის შემდეგაც პლენუმი მას აირჩევს. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი დანიშნავს 2 წევრს და უზენაესი სასამართლოს პლენუმი 1 წევრს შეარჩევს, უკვე 8 მინიმუმ 8 მოსამართლე იქნება და ეს შესაძლებლობას გახდის თავისუფლად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე იქნეს დროულად არჩეული. ხადია საკონსტიტუციო სასამართლო არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და მის მოსამართლეებს ძალიან მაღალ კრიტერიუმებს, მოსამართლეები დაყრდნობენ ძალიან მაღალ კრიტერიუმებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში ამჩევი პირები, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი და ასევე სხვა აქტორები დაინტერესდებიან ჩვენი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებით, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამისი გამოცდილება გქონდა თუნდაც მაგალითად, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეირჩა, ასე ვთქვათ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და პარლამენტმა მოსამართლეების შემცვლელები 1 სექტემბრიდან უნდა დაასახელონ. ვადა 10 ოქტომბერს იწურება. მადლობა თამარ ციკლაური საუბრობდა